გოგოებო, სიმართლე რომ გითხრათ, სკოლაში წასვლა არ მინდა ამ ზიპის ვარსკვლავის დანახვა. სხვათა შორის ზიპის ვარსკვლავი შენი კლონია, ოღონდ ზომბი. დიანა, ვერ ხვდები რა პრობლემაა, ყველაზე ლამაზი ხარ, თავდაჯერებული, პოპულარული, არ უნდა გადარდებდეს. ყურადღება არ მიაქციო. ხო, წარმოიდგინე როგორ უყვარდი, რომ გოგო მოძებნა, რომელიც ზუსტად შენ გგავს. დარწმუნებული ვარ ტირის ახლა. გოგოებო, იქნებ ისიც პოპულარულია, მასზე არაფერი ვიცით. იქნებ ჩემზე ლამაზია. აუ რა ცუდია რომ ფოტო არ გადავიღეთ. მოგიწევს დღეს წახვიდე სკოლაში და ნახო შენი თვალით და გაიგებ რომ შენ მასზე უკეთესი ხარ. აუ იქნებ მასაც ბაჭიები მოსწონს. ხო, დიანას თეთრი და ფუმფუა ბაჭიები მოსწონს. კარგი გოგოებო, ვისაუზმოთ და გავემზადოთ სკოლისთვის, ამ თორჯინას ნახვა მინდა. ისეთი არაფერი. მოიცადეთ გოგოებო, წაღან მითხარით რომ გავდა, ესე იგი მეც არაფერი ისეთი ვარ? არა დიანა, ის განსხვავებულია. შენ გგავს, მაგრამ ზომბია, თან ზიპის შეყვარებული. გოგოებო, ნებისმიერ შემთხვევაში არ მინდა მისი ნახვა დღეს და არ ჩავალ ქვედა სართულზე. დიანა, იქ სპორტ დარბაზი გვაქვს. ჩემი აზრით უნდა შევხვდეთ და აი ასე შევხედოთ. აი ესე მოიცა? ხო, მართალია. გაგვიმარჯოს, ბანი საუკეთესოა. კარგით გოგოებო, დავამთავროთ და მალე წავიდეთ სკოლაში. გოგოებო, ბანის ჩრილდერები სკოლაში არ არიან. ეგ იმას ნიშნავს, რომ დღეს საერთოდ არ მოვლენ. ხო, როდესაც აქ არ არიან ძალიან კარგია. როცა არ არიან, თავი ყველაზე თავდაჯერებული მგონია. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ზიპის ახალი შეყვარებული ნახეთ? კი, ძალიან ლამაზია. ხო, მინდა რომ შევთავაზო, რომ ბაყაყების წევრი გახდეს. ნახეთ რა მაგარი მწვანეთმა ჰქონდა? ძალიან მაგარი იყო. მოიცადე, ხუმრობ? სერიოზულად? რაში გჭირდება ზომბი ჩვენს გუნდში? რა მნიშვნელობა აქვს ზომბია თუ ვინ? ძალიან მაგარია და წარმოიდგინეთ დიანას რეაქცია, როდესაც გაიგებს, რომ ზიპის ახალი შეყვარებული ჩვენს გუნდშია. ნამდვილად გააფრენს, მართლა გასკდება. არ ვიცი, ბლონდი, მე ამის წინააღმდეგი ვარ. ზედმეტად ლამაზია, ასეთი ლამაზი გოგოები არ მინდა რომ ჩვენს გუნდში იყვნენ. გიჟები ხართ, ჩვენც ლამაზები ვართ. და ერთი ლამაზი გოგო პირიქით გამოასწორებს ყველაფერს, კარგი იქნება. კარგი ბლონდი, შენთან კამაც აზრი არ აქვს. როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ ახალი ჩრილდერები არ მინდა ჩვენს გუნდში. გოგოებო, ვინ რას იცმევთ? დიანა, როგორც ყოველთვის სკოლაში მივდივართ და არა ფართიზე. კნოპა, არა, ძალიან კარგად უნდა გამოვიყურებოდე ამ ზიპის იდიოტს. თუ შევხვდები, მართლა კარგად უნდა გამოვიყურებოდე. საინტერესო ამ იდიოტს რა ქვია? მისი სახელი არც ვიცით. კნოპა, ალბათ რაღაცა რაც იწყება ზ-ი, არ მაინტერესებს. აუ შეიძლება დიანა შენის უნდა გამოვიყენო. ნასტია, რომელი? შენი საყვარელი, გთხოვ. კარგი ნასტია, მხოლოდ ორჯერ. ალექსა, თუ გინდა რომ ჩემი უნდა გამოიყენო, სხვა ბოთლი უნდა აიღო, იმიტომ რომ მამაში ცოტა არის დარჩენილი. მადლობა. ნასტია, მეორე დასხმა შეიძლება? არა, შენ გითხრას რომ სხვა ბოთლი აგეღო. კარგი. კნოპა, ჩემი მეგობრის გარეშე რას გავაკეთებდი? ამიტომაც ვართ საუკეთესო მეგობრები. კარგი, მოდი გავემზადოთ, თორემ მასწავლებელი მაიკი გვეჭხუბება. მართალია. მასწავლებელმა ტრენერიების ჩაი. მადლობა ის. აი ეს ორი ცხელი შოკოლადი ჩვენთვის. და ორი დონატი. კარგი, რომელი დონატები? შოკოლადის. ყოველთვის შოკოლადის დონატს რატომ ვჭამთ? ამდენი ბანანით რა უნდა გავაკეთო? საერთოდ არავინ არ ჭამს. აი ეს შოკოლადის გვინდა, წინა კვირას სულ ბანანის დონატებს ვჭამდით. ო, თან ძალიან სულ ბანანის დონატებს აკეთებ. რა, მე ვაკეთებ სულ დონატებს, მსოფლიოში ყველაზე გემრიელ დონატებს ვაკეთებ. შეგიძლიათ დასხდეთ. ები, მოდი ჩაი და მაიკ, კარგად ვარ, მართლა. არ ვიცი, ხმაზე რაღაც გჭირს. მაიკ, ვარჯიშები მაქვს უყვირი და ამიტომ. ჩემზე გაბრაზებული ხარ? გაბრაზებული ვარ, როცა მაწუხებ, წაიკითხე ეს. აი, ჩვენთან მოდი შეგვეთა აიღე. გოგოებო, მალე შევგვეთეთ. მე ვაფლები მინდა ჯემით და მილკშეიკი. ნენსი და შენ? მეც ალბათ ვაფლებს ავიღებ ჯემით და მილკშეიკს. ნენსი, ამ ბოლო დროს ზუსტად იგივე რაღაცებს ჭამ, რასაც მე გინდა რომ მე გახდე? არა, უბრალოდ ვაფლები მომწონს ჯემით. არა, ადრე ამბობდი რომ არ მოგწონდა. მისმინე, თუ ყველაფერს ჩემსაც გაიმეორებ, ჩვენი მეგობრობა დასრულდება, გაიგე? ტომას, არ მისმის, ჩემი კამფეტები შეჭამე? არა. რა? აბა სად არის? ჩემი საყვარელი იყო. ახლა სად უნდა ვიყიდო? კარგი, არა უშავს, არ იყვირო. მალე შოკოლადის დონატებს მოგვიტანე. ტომას, არსებობს რაღაცეები, რასაც ვერ შეეხები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეყვარებული ხარ. კარგი მეგობრებო, სად ვარ შეგვიძლია სასაღებად? აბა რა გინდათ? მე სპაგეტი მინდა კრევეტებით. მე ვაფლები მინდა ჯემით. ნენსი, ვაშლის პენკეიკები. მშვენიერი მიხარია რომ გამიგე. კარგი მეგობრებო, ისე ბანანის დონატებიც გვაქვს და ახლა 50%-იანი ფასდაგლება გვაქვს. ხო არ გინდათ? არა, აი ეს ბოდიში, მაგრამ საშინელებაა. ხო, მართლა უცნობი რეცეპტია. კარგი, თქვენ მოლეკულური სამზარეულო მაინც არ გესმით. საოცარი მოლეკულური ბანანის ჯემი აქვს.
საერთოდ არ მომწონს ეს მოლეკულური რაღაც წარმოიდგენთ ბანანის ჯემი წითელ წიწაკასთან. ხო, გეთახმები, შოკოლადის დონატები ბევრად ჯობია. ხო. რაიან, მართლა ეგეთი საშინელებაა? ხო, იანა, მართლა პატარა შეუმჩნეველი გოგონა ხარ. სკოლაში მაგიაჟის გარეშე როგორ მოხვედი? უბრალოდ არ შემიძლია. ხო, იანა, გასაგებია. რაიან, ამიტომ არ მყავს შეყვარებული? ხო, რა თქმა უნდა. სად არის შენი ლამაზი წარბები და ტუჩები და ლოყები? რას ამბობ რაიან, აი ჩემი წამწამები, ტუჩები, წარბები და ბლაში ბუნებრივი მაქვს. მოკლედ, ჩემო იანა, გონი უკვე დროა რომ მაგიაჟის გაკეთება ისწავლო. რაიან, ჩემი კანი არ შეწუხდება? არა, არაფერი არ დაემართება. კარგი, იანა, შენ თუ ისწავლი მაკიაჟის მე გაკეთებას? საერთოდ ყველა ბიჭი შენი იქნება. კარგი, რაიან, მალე მასწავლე როგორ უნდა გავიკეთო. მოკლედ, ბიჭებო, არაფრის არ შეგეშინდეთ. ამ კალათბურთელებს შევხვდებით და კარგად დავუხსნით, აქ ჩვენ ვიმართ. ახლა ზიპი სკოლაშია და ზიპი ყველაფერს მოაგვარებს. ბიჭებო, გამარჯობა, მისმენთ საერთოდ, სად იყურებით? რა თქმა უნდა, ჩემ შეყვარებულს უყურებთ, ხო? აბა, ხო ძალიან ლამაზია. ხო, ყველაზე მაგარი ზომბია. ხო, და ძალიან მაგარი სახელიც აქვს. სიანა. მისმინე ზიპ, ამ ქვედა სართულზე რატომ ვართ? მეორე სართულზე ავიდეთ, იქ კაფეა, აქ ყველაფერი მოსაწყენია. ხო, საყვარელო, წავიდეთ. ბიჭებო, ისე ეგრე ძალიანაც ნუ მიაშტერდებით, თქვენთან ერთად არასდროს არ იქნება. ზიპ, შენთვის კარგი არ არის, არ მომწონს, რაღაცნაირად სულელია. სალინა, ხო იცი, ყველა შენაირი ჭკვიანი და კარგი ვერ იქნება. შენ ხო საუკეთესო ხარ. კოსტია, მადლობა. ზიპ, იქნებ სკოლაში არ წამოიყვანო, გაკვეთილებსაც დენს და შენზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს. სალინა, ჯობია ზიპს თავი დაანებო, ის უკვე დასრულია და თავის ურთიერთობებს თვითონ მიხედავს. მადლობა კოსტა მხარდაჭერისთვის. კარგი საყვარელო, წავიდეთ. აქ ყოფნა მართლა ძალიან მოსაწყენია. ხო, არ მოიწყინოთ ბიჭებო. ბიჭებო, ნუ აშტერდებით, თქვენთვის არ არის და ის ზიპსაც მალე დაშორდება. სალინა, დედასავით იქცევი. ხო, მე უფროსი და ვარ. მადლობა საყვარელო. ეს დაინახეთ? აუ, ძალიან სიმპათიური. ხო, გოგოც მაგარია. არა, ჩემი აზრით მახინჯები არიან. მითხარით, რანაირად უნდა ვისწავლოთ სკოლაში, როცა ესენი არიან, ძალიან მეშინია ხოლმე. ბურთგლები მაქვს. გამარჯობათ ბავშვებო. გამარჯობა ყველას. მიმტანო შეიძლება ერთი პიცა? ოღონდ სოსისით, ბროკოლით და პომიდორის წვენით. ები, შეხედე. ვხედავ. ბოდიში, მაგრამ ეს ბანის ადგილია. რა? ზიპ, დაწყნარდი. მომისმინე შენ ვარდისფერთმიანო გოგონა, მე გადავწყვეტ სად დავჯდე. გასაგებია? ხომ გაიგე? ეს კარინას ხელი შოკოლადია. ები, ეს ახალი მოსწავლეები ცხოვრებას გაგვინადგურებენ. მაიკ, ცოტა ხანი შევხედოთ და თუ არ და გავაგდოთ. კარგი. პიცა და პომიდორის წვენი მინ შევკვეთა? მათ. ზიპ, გამარჯობა, მახსოვ ხარ, ტიპებს მიტოვებდი ხოლმე, მაგრამ ამ კაფეში აღარ შეიძლება. ეს სუნი როგორ მიყვარს? კარგი ზიპ, ამ სკოლაში დავრჩები. მომისმინე, მგონი რაღაც აგერია. არა, აი ეს არაფერი არ ერევა. ახლა ბარათით უნდა გადაიხადოთ. ბავშვებო, ჩემი მაკიაჟი ნახეთ, ჩემით გავიკეთე. ახლა ბიჭები ყველა ჩემთან მოვა. ხო, ლამაზია. ლამაზია, მაგრამ წითელი ტურსაცხი მოიშორე და უფრო კანისფერი წაისვი. სად არის, უნდა ვიპოვოთ, რაიან? კარგი, მოდი თავიდან. ბლონდი, აი აქ არის. გამარჯობა ზიპ, გამარჯობა ლამაზო გოგო. შემოთავაზება გვაქვს. დაგინახეთ და ძალიან მოგვეწონე. ხო, განსაკუთრებით შენი მწვანეთმა. ბაყაყებო, შემდეგ ჩემთან გამოიარეთ, სალაპარაკო გვაქვს. მიცნობთ? სიანა, შენ უკვე თითქმის მთლიანი სკოლა გიცნობს. ხო იცი, სკოლაში ჭორები მალე უცელდება. რაზე უნდა დამოლაპარაკოთ? ჩვენ ბაყაყის ჩერლიდერები ვართ, ყველაზე მაგარი. და შენ მწვანეთმა გაქვს, გინდა რომ ჩვენი მასკოტი იყო? შენ ვინ მოგცა ლაპარაკის უფლება? გინდა რომ ჩვენი წევრი იყო? ბაყაყებო, ჩერლიდერობა მომწონს, მაგრამ არ მინდა რომ ბაყაყი ვიყო. გოგოებო, კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ, ახლა ვჭამთ და არ გცოლია. ისეთი შანსი დაკარგე. ხო, ჩვენ ყველაზე მაგარი ჩერლიდერები ვართ. ნამდვილად ინანებ, რომ არ შემოგვიერთდი. აი, პიცა, ბროკოლით. მასკოტ რაშვები, ისევ ჩერლიდერებს ელოდები? არ ვიცი, ვარჯიშზე თავის დროზე რატო არ მოდიან ხოლმე. ყოველთვის წინას არ უთანხმებ. ალბათ გოგოებს ისევ ჩაეძინათ. გონი გუშინ ღამე კლუბში იყვნენ. არა, მაგის გამო არა. უბრალოდ ციპი დადი სკოლაში თავის გოგოსთან ერთად. დიანას კიდე ციპის დანახვა არ უნდა, იმიტომ რომ ისევ მოწონს. რა, ციპი ჩვენ სკოლაში მოვიდა? ახლა თავიდან დაიწყება.
ხო თან ზიპი გოგოსთან ერთად მოვიდა და დიანაც ეგრევე ფანჯიდან გადახტა. მომისმინე სმაილ, არ უნდა გიხარულდეს. ისე კარგია ზიპი რო გოგოსთან ერთად მოვიდა, დიანას აღარ გაიგიდება. მე ხმები მომესმა რო ზიპი აპირებს, რო ჩვენ მოგხედოს და მაგრამ მაინტერესებს როგორ აპირებს. ეგ მარტოა, ჩვენ კიდე სამი ვართ. ხო და ვერაფერს ვერ იზამს. ისე მე ზიპს მარტოც კი მივხედავ, მისი საერთოდ არ მეშინია, ძალიან სუსტია. ისი არ დაგავიწყოთ, რომ ზიპი ზომბი არის და თქვენ სამზე ბევრად უფრო მეტი ძალა აქვს. გირჩევთ რომ ისგან თავის შორს დაიჭიროთ. მომისმინე მასკოტ, შენ თუ გინდა დაიჭირე თავის შორს, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ხო, იმიტომ რომ ყველაზე მაგრები ვარ, კალათბურთელები. ხო, არ გვეშინია და ზიპს პირიქით ჩვენ უნდა ეშინოდეს. ხო, ჩახბიჭებო, ძალიან თავდაჯერებულები ხართ. ოღ, სად არიან ეს ჩილიდერები? გოგოებო, იმედი მაქვს ზიპს და მის შეყვარებულს არ შევხვდებით გასახდელში, ხო? მეორე სართულზე არ ამოვლენ, ქვედა სართულზე არიან. გამარჯობა, ბაყაყებო. გამარჯობა. დიანა, ზიპის შეყვარებულს შეხვდი უკვე? ისეთი თოჯინა. ხო, ულამაზესი. თქვენ შეხვდით? მაგარია, რა ქვია? ბაყაყებო, როგორც ყოველთვის ყველგან ხელს ხვირს ყოფთ. სხვა საქმე არ გააქვთ? იცით რა, ჩვენს გუნდში იქნება ზიპის შეყვარებული ერთ-ერთი ჩვენგანი იქნება. რა? გასაგებია, ხო. თან ძალიან ლამაზი სახელი აქვს, ზიანა. რა? ჯანდაბა, მე მგავს და ზიანა ჰქვია? სერიოზულად, ზიანა? დიანა, ზიპი მართლა შენაირს ეძებდა ვიღაცას. მოდი წავიდეთ და ვნახოთ. არა, ალექს, ამათ მოსაძებნად არ წავალთ, მხოლოდ შემთხვევით თუ შევხვდებით. არა დიანა, შენ არ გგავს. ბევრად უფრო ლამაზია. დიანა, რომ დაინახავ, გული წაგივა მართლა. ჩილიდერებო, გამარჯობა. ისე მასკოტი გველდებოდათ. გამარჯობა საყვარელო. ხო გითხარი, ჩემფრაზებს ნუიძახით ხო? გამარჯობა კალათბურთელებო. გამარჯობა ტიმურ, რომეო, სმაილ, როგორ ხართ? ზიპი და მისი ახალი შეყვარებული ხომ არ გინახავთ? ხო, დავინახეთ და ძალიან მაგარი გოგოა. ზიპი მაგას საერთოდ არ იმსახურებს. დიანა, ზიპს საერთოდ რატო უყურებ? მე შემომხედე, აი აქვე. ბავშვო, ჩვენ ხო პირობადობდით. სმაილ, ზიპს ასეთი მაგარი გოგო თუ ყავს, შენ რატომ არ წაართვი? არა დიანა, ჩვენ ჩვეულებრივი გოგოები მოგწონს, ზომბები არა. დიანა, ისე კომენტარებს კითხულობ ხოლმე, საერთოდ ყველა წეს რო დიანა და სმაილი, ანუ მე და შენ საუკეთესო წყვილი ვართ. რა, საერთოდ არა, ყველა წეს რო შენ ძალიან ცუდი ხარ და დიანასთვის მე საუკეთესო ვარ. კარგი ბიჭებო, გეყოფათ ლაპარაკი, ზიპს უნდა მივხედოთ. მომისმინეთ, ზიპს არ შეეხოთ. ახლა ზიპს იცავ? არა, სმაილ, ზიპს არ ვიცავ, უბრალოდ ამ სკოლაში ჩხუბი არ იქნება. გასაგებია? გვინდა ყურება, ჩვენს კარადებს ვუყურებთ იქნებ. ზიპ, ხო იცი, გაკვეთილები დაიწყო, შენ კიდე ისევ მან გახარ. არ გინდა რომ გაკვეთილზე შეხვიდე. არა, ვერ შევარ, იმიტომ რომ ჯერ ისევ არ მივუღივარ. ჩემ შეყვარებულს ველოდები. ისე მგონი უკვე 9 საათზე მეტია მანდ არის. კითხე როგორ არის? ხო გესმის გოგოები, ალბათ პომადას ისვამს, წარბებს იკეთებს. ზიანა, რამდენ ხანში გამოხვალ? რამდენიმე წუთით ვამთავრებ. ისე გავაფრთხილე, რომ ბამბის დისკები ნიჟარაში არ დატოვოს. გოგოების რაღაცების დალაგებას არ ვაპირებ. გოგოებო, ახლა შევალთ, ლატეს დავლევთ და შემდეგ მეორე გაკვეთილზე შევალთ. მასწავლებელმა იქს კი ვეტყვით, მასწავლებელმა იქ საცობი იყო. ის 4 ლატე ჩვენთვის. ზიპ, გოგოებო, დასხედით. დიანა, გამარჯობა, როგორ ხარ? ისე ძალიან კარგად გამოიყურე. კარგად ვარ ზიპ და შენც არ შეცულ ხარ. საპირფერშოს რიგში გახარ, ელოდები? გოგოებო, რაღაც ნაპარ წყალს ვგრძნობ. არა, არ მინდა რომ ზიპთან იყოს. ხო, საერთოდ არ მომწონს. ცუდ ადამიანს გავს. მე ჩემ შეყვარებულს ველოდები. ალბათ ახლა პომადას ისვამს და წარბებს იკეთებს. ისე ძალიან მაგარი გოგოა. ზიპ, ვისალაპარაკები, თითქმის მოვჭი, ტუჩსაცხი დამრჩა მხოლოდ. არაფერი ზიანა, უბრალოდ ჩვენ სკოლებს ველაპარაკები. რაღაცებს მეკითხებია. კარგი ზიპ, გასაგებია. გოგოებო, ბანანის ხცე გინდათ? კი, გასაგებია, ზიპ, კარგი, ნახვამდის. გოგოებო, შევიცვალე აზრი, ლატე აღარ მინდა, წავიდეთ გასახდელში. და ლატე? აღარ გვინდა. დიანა, მისი ნახვა გვინდოდა. კნოპა, გავიაზრე რომ მზად არ ვარ. მაგარია, აზრი შეიცვალეს. ალბათ იმიტომ რომ მე დავმინახეს. ზიანა, მალე. გოგოებო, გული ამომივარდება მართლა. ჯანდაბა, მისი ნახვა ძალიან გვინდოდა. იქვე იყო, კარის უკან, სააბაზანოში. კნოპა, გითხრა რომ მზად არ ვარ თქო. იქნებ მართლა ძალიან მაგარია. მართლა. და მე რა? დიანა, სულ უნდა დაიმალო? გოგოებო, გითხარით რომ ჯერ მზად არ ვარ. გაკვეთილზე შევიდეთ. კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ზარს. ძალიან შემეშინდა, ნეტა ეს ზიანა ჩემზე მაგარი თუ არის. კარგი, კარგად.